გატაცება და იძულება კადიროვის სტილში, როგორც ოლიქარქ ივანიშვილის მმართველობის ხელწერა. გავიხსენოთ ზოგიერთი ფაქტი. 2018 წელს ხელისუფლება იძულებული გახდა დროებით დაეკავებინა თემურ აბაზოვი, რომელიც მაშინ მარნეულის მერი იყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორმა გაავრცელა ცნობა და ვიდეოც, რომ აბაზოვმა მოქალაქე ელჩინ ალახვარდიევს ბოდიშის მოხდა აიძულა და დაამცირა. სახეზე შარდი წაასმევინა. ალახვარდიევი ბიძინა ივანიშვილისთვის შეგინების გამო დასაჯეს. იმავე წლის ბოლოს აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს და გამოუშვეს. საბოლოოდ კი რუსთავის სასამართლომ გაამართლა კიდეც. თემურ აბაზოვი წარსულში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. სასამართლო პროცესი დასრულებულიც არ იყო, როდესაც ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს. აბაზოვმა მოგვიანებით თქვა, რომ ჭიქაში ლუდი იყო. არადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ შარდი დადასტურებულია ექსპერტიზის პასუხით, რომელიც საქმეში დევს. Nada. Você quer encher nada? Sim. Nada isso. Namussuzsun sen. Elli mi nerede? ქართული ოცნების მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე აფგან მუხტარლის გატაცება. ეს 2017 წელს მოხდა. ალიევის კრიტიკოსი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან გაქრა და აზერბაიჯანში აღმოჩნდა. ის რომ დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა ეჭვს არ იწევდა, შეუძლებელი იყო მუხტარლის გატაცების მარშრუტი მონიტორინგის კამერებს არ აღებეჭდა. მოგვიანებით სუსის უფროსის მოადგილემ დაადასტურა, რომ კადრები წაშალეს. რაც შეეხება თავად გატაცებას, სოსო გოგაშვილის თქმით, დავალება ბიძინა ივანიშვილმა გასცა, იმავეს ამბობდა თავად მუხტარლი. ეს არის დანაშაული, რომლის გამო თავისუფალი მართლმსაჯულების პირობებში ბევრ ადამიანს მოუწევს პასუხისგება, მაგრამ ვიდრე ივანიშვილი ძალაუფლებას ფლობს, რა გასაკვირია, რომ 8 წელია საქმე გაუხსნელია. Verilmə yola saldı. İstərdim ki, ən azından დასჯის მაგალითი იყო რეპერების საქმე 2017 წელს. პოლიციის გაშარჟების გამო ხელისუფლებამ მომღერლები დააკავა, ბრალად კი ნარკოდანაშაული წაუყენა. საზოგადოებისთვის ცხადი იყო დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი. ქართული ოცნების მთავრობაში ჩათვალეს, რომ პოლიციელებზე შარჟი მკაცრად უნდა დასჯილიყო. აი რას ამბობდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი მღებრიშვილი სატელევიზიო ეთერში. 24 საათი ვმუშაობთ და შესაბამისად შეცდომებიც მოგდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, რომ პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარ წამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ გეუბნებით, მე სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი და იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არსემენ, მომავალი არ აქვს. რეპერების დაკავება ქართული ოცნების მმართველობის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე მოქალაქეების მკაცრი გაფრთხილება იყო, რაც იმაზე მეტყველებდა, რა გეზიც აიღო ხელისუფლებამ. რეპერების დაპატიმრებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოკლე ქრონოლოგია. რეპერები 2017 წლის 7 ივნის დააკავეს. 10 ივნის პარლამენტთან აქცია გაიმართა. საქმე ხელისუფლებისთვის არასასურველ მიმართულებას იძენდა. იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, თავადაც რეპერმა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: თქვენთან ვარ ბიჭებო, ფრი ბირჟა მაფია, თავისუფლება. გაგიკვირდებათ და მეორე დღეს პროკურატურა დაკავებულების გათავისუფლებას დასთანხმდა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემ მეგობრებს, ჩემ ფანებს, ჩემ კოლეგებს, ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამედგა მე გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველასი მოქალაქეობრივი და რაც შეეხება ადამიანს, რომელიც პოლიციის როლს ასრულებდა კლიპში, აი რა თქვა მან. ციტატა: მასნერე რაც საღადაოდ გადაღებული ვიდეო აღმოჩნდა კლიპი და YouTube-ზე დაიდო, რომ ნახე აშკარად პროპაგანდა, ნარკოტიკული საშუალებების იარაღის პოლიციის დაკნინება, უბრალოდ არ მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყავი და ამიტომ მივედი, ვთხოვე რომ ეს კლიპი აეღოთ და ამოიჭრათ იქიდან ჩემი მომენტები, რაზეც უარი მივიღე.
შემეძლო მეჩივლა საბოლოო ჯამში ამ კადრებს უბრალოდ ბლარი დაადეს თავისი სურვილით. მოკლედ ამ ვიდეოთი იმის თქმას სურდა, რომ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი ნაბიჯი გადავდგი გაურკვევლობაში. გავეხვიებ წუხვა რამის გამო. ფაქტია, რომ სანამ მეგობარს დახმარებას დავპირდები, რეალურად უნდა გავიგო რას ემსახურება ესა თუ ის საქმე და შემდეგ უკვე დავეხმარო სხვას. მალევე მსახიობის ეს ვიდეო წაიშალა. კიდევ არაერთი ფაქტის მოყვანა შეგვიძლია, რაც ოლიგარქის მმართველობის სტილს აჩვენებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს არ უკავშირდება. 2021 წელს გამოქვეყნდა სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ისმის ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ხმები. ეს არის ეგრეთ წოდებული ტრიტრის სკანდალი. TV პირველის მიერ გასაჯაროებული მასალის მიხედვით მოქმედი გმირები განიხილავენ იმ არასრულწლოვანების დასჯას, რომლებსაც სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილი აუგად ხსენებაში ადანაშაულებდა. დავიხენე კიდევ სადამირეკო რა. ანტონი ვიჭო მაგ ყველაზე ხეთან გასაგები იქნება ყველასთვის რომ ისევეშიცა და რატო არ უნდა გიყენოს ამით. ბრა. ბერა ივანიშვილი ამ ჩანაწერების მიხედვით კმაყოფილებას ვერ მალავს, რომ მისი დავალება შესრულებულია. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობდნენ მაშინ როგორმე გაემართლებინათ ამ უმძიმესი ჩანაწერების შინაარსი და აცხადებდნენ, რომ ის ძველი იყო, როცა ივანიშვილი ჯერ კიდევ არ იყო შემოსული პოლიტიკაში. ასევე ამბობდნენ, რომ საუბრები დამახინჯებული იყო, თავად ფაქტი, რომ საუბრები 2010-2011 წელსაა ჩაწერილი, არათუ ამსუბუქებდა, არამედ კიდევ უფრო ამძიმებდა საკითხს და ადამიანს დააფიქრებდა, რას გააკეთებდა ეს ხალხი, ძალაუფლება რომ ჰქონოდა. აი დღეს ივანიშვილს ეს ძალაუფლება აქვს. გატაცების, დაპატიმრების, დაშინების, შანტაჟის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული ჩეჩნეთში. ამ მეთოდს კადიროვის რეჟიმი ხშირად მიმართავს. ბოდიშის იძულება ვიდეოს ჩაწერითა და გამოქვეყნებით ხშირად გამოიყენება. ესა ბერკეტი გააჩუმო საზოგადოებას. სამიზნე ხდება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანი, ვისაც აიძულებენ, არამედ მთლიანად საზოგადოება. ეს მუქარის გზავნილია ყველასთვის. ბოდიშის იძულება, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ვნებაა, რომელსაც ოლიგარქის რეჟიმი მუდმივად აკმაყოფილებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბერა ივანიშვილი ამბობდა, ცუდად არ გამიგოთ, ეს ისევ ასეა და სამუდამოდ ასე იქნება. მამაჩემის ირგვლივ იყო აურა, რომელშიც მისი სახელის ხმამაღლა ხსენებაც კი არ შეიძლებოდა. ეს დაახლოებით იმას გავდა, თუ როგორ ელაპარაკებოდნენ ძველად დიდებულ მეფეებს.